ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ვერ იაზრებენ, რამდენად დიდი რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ და მათი ოჯახის ჯანმრთელობას. არადა ჯანმრთელობა ფასდაუდებელი რამეა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანები ნებისმიერ თანხაზე არიან წამსვლები, რომ გადაიხადონ და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. დამეთანხმებით, რომ ბოლო დროს დაავადებები გახშირებულია და ამის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჩვენი მანქანა, რომელშიც ასეულობით ბაქტერია იყრის თავს და ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ამ ბაქტერიებთან ფიზიკური კონტაქტი. ასევე ისინი ხვდებიან ჩვენ სასუნთ კარხებში, რაც იწვევს ათეულობით დაავადებას. ყველაზე საშიში არის ახალი ჩამოყვანილი მანქანა, რომელიც თვეების განმავლობაში იმყოფება ოკეანეში. ის აუცილებლად იღებს ნესტს და მანქანა დაობებული ჩამოდის, ან დროთა განმავლობაში ობდება. ობისოკოვანი უჯრედია, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივად მრავლდება. ჯერ თვალით მიუწვდომელ ადგილებში და მერე მთლიანად სალონში, რაც ტოქსიკურად დამღუპველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი? თუ არა ჯანმრთელობა. წარმოიდგინეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ. ხომ გადაიხდით ნებისმიერ თანხას, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. ნებისმიერი ადამიანი იყიდიდა ჯანმრთელობას ნებისმიერ ფასად, რომ იყოს შესაძლებელი. იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ფასდაუდებელია და რაღაც უაზროდ ეკონომიის გაკეთების მიზნით 300-400 ლარი რომ დაზოგონ, ამის გამო ღირს თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა? ჩვენ გთავაზობთ ამ რისკის თავიდან აცილებას მიზერულ ფასად. მე პირადად მაქვს კუჭის პრობლემა, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის პირობითად გადაიხადე 5000 ლარი და მაგ პრობლემიდან დაცული იქნებიო, დაუფიქრებლად გადავიხდიდი. ასე რომ კარგად დაფიქრდი, შენ პირადად 300-400 ლარად გიღირს თუ არა, ათეულობით დაავადების რისკი შეამცირო შენთვის და შენი ძვირფასი ადამიანებისთვის. მე აიღე ტელეფონი, დაგვიკავშირდი და ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას. თუ რა პროცედურები იქნება თქვენი მანქანისთვის მიღებული. მანქანაზე მხოლოდ ქიმწმენდის გაკეთება არ არის საკმარისი. ქიმწმენდას ბევრი სერვისი აკეთებს. ჩვენ ქიმწმენდასთან ერთად გავუკეთებთ თქვენს მანქანას დეზინფექციას და დავამუშავებთ ანტინესტს. ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი, თბილისში და ბათუმში, საბურთალოზე გოთუას 22 ნომერში, დიდი დიღომი როსტევანის 72 ნომერი საქალაქო სასამართლოს უკან და ბათუმში აბუსერიძის 5 ნომერი DS მოლის პარკინგზე. მოკლედ, გაიაზრეთ ეს ყველაფერი, მეგობრებო, რაც ვისაუბრე და მაგის მერე დაგვიკავშირდით. რაც შეეხება სხვა დეზინფექციის საშუალებებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ სპრეის სახით, მიასხავთ საჭეს, სიჩქარეთა გადამრთველ კოლოფს და მსგავს დეტალებს, კი, რა თქმა უნდა, ეგ ამცირებს რაღაცა დოზით ბაქტერიებს, მაგრამ ეგ ეგრე არ მუშაობს. დეზინფექცია ხდება, მანქანაში უნდა შეიქმნას ვაკუუმი, მთლიანად ორთქლის საშუალებით უნდა გაუშვათ მთელ მანქანაში, ფეჩის მილებშიც, ნებისმიერ მიუწვდომელ ადგილებშიც, ორთქლის საშუალებით უნდა მოიდოს ეს დეზინფექციის ხსნარი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება ჩვენი წმენდის პროცედურების ჩატარების შემდეგ ერთ თვეში ერთხელ თუ გაუკეთებთ დეზინფექციას ავტომობილს. 2 თვეში ერთხელ მაინც რომ გაუკეთოთ დეზინფექცია თქვენს ავტომობილს, ბევრად დაცულები იქნებით, ხოლო დეზინფექცია თუ უჭირდება თქვენს ავტომობილს და უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით უკეთებთ თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ, ხოლო დეზინფექცია ჯდება სულ რაღაც 50 ლარი.